არსებობს კავშირი, რომელსაც დრო ვერაფერს აკვლევს. კავშირი, რომელიც არც რუკაზე გავლებულ საზღვრებს ემორჩილება და არც საუკუნეების სიმძიმეს. სწორედ ასეთია საქართველოს საბერძნეთის მრავალწლოვანი მეგობრობა, რომელიც არამხოლოდ ისტორიის ყვითელ ფურცლებზე ცოცხლობს, არამედ აქ და ახლა, სწორედ ამ წუთებში, ამ კადრების გადაღებისასაც იწერება. ამ უწყვეტი ჯაჭვის ყველაზე მტკიცე რგოლი კი ქართველი ბერძნები არიან. ხალხი, რომელიც მე-19 საუკუნეში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასახლდა და 150 წლის განმავლობაში საქართველო მათთვის მეორე სამშობლოდ იქცა. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ კი ქართული ტრადიციები და კულტურა განსაკუთრებული სიყვარულით შემოინახეს. რისი ნათელი მაგალითიცაა ქართული ცეკვის ანსამბლი არგო, რომლის ახალგაზრდა წევრებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს 5 დღიანი ტურით პირველად ეწვივნენ. მე საბერძნეთში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და მთელი ცხოვრება მესმოდა ამბები საქართველოზე. სულ ვცდილობდი დამეხატა ჩემს წარმოსახვაში როგორი იყო ეს ადგილები. ახლა როცა აქ ჩამოვედი და ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი, ვხვდები რომ რეალობა ბევრად უფრო ლამაზია. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემს მეორე სახლში დავბრუნდი. მეორე სახლში დაბრუნება დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებს, პეტრე პავლობასა და სვეტიცხოვლობას დაამთხვიეს. იმისთვის, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც წინაპართა ისტორიულ სამშობლოს პირველად ხედავენ, უწმინდესის ლოცვა კურთხევაც მიეღოთ და მის მიერ აღვლენილ წირვას დასწრებოდნენ. აქ კი მათი გულითადი მასპინძელი საერთო სარწმუნოება და მარადიული მეგობრობაა, ისეთივე მარადიული, როგორც სვეტიცხოვლის საუკუნეებ გამოვლილი ტაძარი. სვეტიცხოვლში რომ შემოვედით, აქ ისეთი აურა და დიდებულება დაგვხვდა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. წირვას შიო მესამე აღავლენდა და ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო ამის ნახვა. ვიგრძენი რომ ჩვენი რწმენა და წარსული ერთი მთლიანობაა. ამ ემოციას საბერძნეთში აუცილებლად ჩავიტან და მთელი ცხოვრება გამყვება. რა თქმა უნდა, ქართულ-ბერძნული ურთიერთობებისათვის პონტუელ ბერძენთა ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. ეს არის ერთგვარი ხიდი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მათ მიეცათ უნიკალური საშუალება, რომ გასწორებდნენ საქართველოს კულტურას, ისტორიას, უფრო ახლოს ენახათ თავიანთი წინაპრების საცხოვრისი, იყვნენ წინაპართა სასაფლაოებზე ასევე და არიან აღფრთოვანებული საქართველოში ვიზიტით. ქართველი ბერძნების სტუმრობა წინაპართა მიწაზე თბილისში გრძელდება. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში, სადაც ქართული ცეკვების ანსამბლი არგო ისევე აკავშირებს ორი უძველესი ქვეყნის კულტურას, როგორც საუკუნეების წინ საბერძნეთიდან კოლხეთის ნაპირებისკენ მომავალი ლეგენდარული ხომალდი არგო. ასწლეულების შემდეგ კი ისტორია საოცარ წრეს კრავს ახალი დროის არგონავტების დახმარებით, რომელთაც ძველი მითისგან განსხვავებით საქართველოში ჩამოაქვთ ყველაზე ძვირფასი ოქროს საწმისი, უცხო მიწაზე შენახული ქართული ცეკვა. ბაგრატიონთა სამეფო შტო ჩვენი არის სწორედ ბაიბურთიდან სპერიდან და აიქიდან გადმოასახლეს ეს ხალხი მე-19 საუკუნის დასაწყისში. ესენი იყვნენ ძალიან მტკიცე ქრისტიანები და ამ რელიგიურ დევნას გამოექცნენ ისე როგორც ლაზების ნაწილი. აქ შეინარჩუნეს თავისი თვითყოფადობა და ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობა დღემდე გრძელდება. ჩვენს პონტუელ ბერძნებს, ჩვენს იგივე ანატოლიელ ბერძნებს ხომ ქონდა ზუსტად იგივე ტანის სამოსი, როგორიც აცვიათ ლაზებს, აჭარლებს, გურულებს, ასე ჩაქურა, ყაბალახი, იგივე ინსტრუმენტი, ეს არის გუდასტვირი, ცეკვა, ხორუმი, ჩვენ უამრავი საერთო გვაქვს და ეს აი ამ ანსამბლმა დღემდე შეინარჩუნა და სათუთად ინახავს და ამან განაპირობა ის, რომ მოვიწვიეთ ისინი ჩვენთან საქართველოში. ის, რომ 90-იან წლებში საბერძნეთში დაბრუნებული ქართველი ბერძნები დღეს ქართულ ცეკვებს ასრულებენ ანსამბლ არგოს ხელმძღვანელის აფინა ისლამიდის დამსახურებაა. ის თეთრი წყაროდან საბერძნეთში 19 წლის ასაკში გადასახლდა და გადაწყვიტა შეექმნა ანსამბლი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და ისტორიულ კავშირს კიდევ უფრო გაამყარებდა. ქართველები და ბერძნები ძალიან ხშირად
ისტორიაში, მითოლოგიაში გვაქვს საერთო. როცა ჩამოვედი საბერძნეთში, ეს რასაც ვისწავლე აქ და ძალიან მიყვარდა, მინდოდა რომ იქაც გაეცნოს ხალხმა და იცოდეს რომ რაღაცა ესეთი არის ქვეყანაში და ეს ქვეყანა არის ჩემი სამშობლო. ბავშვებს ყველას ვანახე ეს ადგილი და მინდოდა რომ ბავშვები ნახონ რას ცეკვავენ, საიდან არის ეს ცეკვა. საბერძნეთში რეპეტიციებზე ქართულ ცეკვას სულ სხვა ენერგიით ვცეკვავდით, მაგრამ აქ სცენაზე რომ გამოვედით და ქართველი მაყურებლის თვალები დავინახეთ, საოცრება იყო. განსაკუთრებული ემოცია ვიგრძენი. ძალიან ვნერვიულობდით როგორ მიგვიღებდნენ, მაგრამ ისეთი ტაში და სიყვარული დაგვახვედრეს, რომ ემოციებისგან ვტიროდით. ახლაც მეტირება. როცა საქართველოში ჩამოვედით და ვნახე ის ქუჩები, სადაც ჩემი მშობლები დარბოდნენ, სახლები სადაც ცხოვრობდნენ, რაღაც გადატრიალდა ჩემში. ახლა ზუსტად მესმის, რატომ უფრთხილდებიან ჩემი მშობლები ქართულ კულტურას ასე ძლიერად საბერძნეთშიც კი. მე ვამაყობ, რომ ბერძენი ვარ, მაგრამ ჩემი გულის ნაწილი ყოველთვის ქართული იქნება. ამას აქ ამ 5 დღეში მივხვდი. თეთრი წყარო, წალკა, ცხეთა, თბილისი, ანსამბლ არგოს ემოციებით სავსე პირველი საგასტროლო ტური წინაპართა მიწაზე დასრულებული. თუმცა გრძელდება ცეკვა. ცეკვა, რომელიც ათასობით კილომეტრის მოშორებით ორ ქვეყანას შორის გადებულ მტკიცე კულტურულ ხიდად იქცა.